მოგესალმებით. თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვუბრუნდებით ჩვენს რეგიონს და ვისაუბრებთ თუ როგორ შეიცვალა ჩვენი რეგიონი ბოლო პერიოდში განვითარებული გლობალური რყევების ფონზე. ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე თურმანიძე. ვიდრე გადავიდოდეთ ჩვენს ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება, ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მადლობა თორნიკეს სტუმრობისთვის. ჩვენ ამ გადაცემაში მრავალჯერ ვისაუბრეთ თვითონ კავკასიაზე, საქართველოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ისტორიულ ჭრილშიც ინდივიდუალურად ქვეყნების გავარჩიეთ, მაგრამ როგორც მაყურებლისთვის და ყველასთვის ალბათ ცნობილი არის, ჩვენ ძალიან დინამიურ და турბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით ბევრი ცვლილებები მომდინარეობს 2022 წლის მერე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ამან იქონია ძალიან დიდი გავლენა გლობალურ პოლიტიკაზე. მათ შორის ჩვენ რეგიონზე. დავიწყოთ 2022 წლიდან. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. რა გავლენა მოახდინა ჩვენ რეგიონზე და რა ცვლილებები შეიმჩნევა ამ მიმართულებით? მადლობა მოწვევისთვის. მე ვიტყოდი რომ თლიანობაში რეგიონს არ განუცდია რაღაც ერთი კონკრეტული სახის ცვლილება, ვინაიდან სამივე ქვეყანაზე თუ სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, როგორც რეგიონზე, სამივე ქვეყანაზე რუსეთ-უკრაინის ომმა მოახდინა, ვფიქრობ, განსხვავებული ზეგავლენა. შეგვიძლია ძალიან მოკლედ და თითოეული შემთხვევის მიხედვით განვიხილოთ ეს ყველაფერი. ალბათ დავიწყოთ საქართველოზე ძალიან დრამატული ზეგავლენა მოახდინა ამ ომმა, რა თქმა უნდა, აქ იყო სხვა შიდა ფაქტორებიც, თუმცა თუ წლების განმავლობაში ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა გულისხმობდა, რომ ერთი მხრივ რუსეთთან მოეხდინათ ურთიერთობის ნორმალიზება და მეორე მხრივ მაინც გაეგრძელებინათ დასავლეთთან ინტეგრაცია, ყოველ შემთხვევაში ფორმალურ დონეზე მაინც და ეს იყო ერთგვარად ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა. 2022 წლის თებერვლიდან თითქოს არჩევანი გახდა გასაკეთებელი, ყოველ შემთხვევაში ასე გამოჩნდა შემდგომ და ეს არჩევანი გაკეთდა სამწუხაროდ რუსეთის სასარგებლოდ და ამით დაზიანდა ეს პროდასავლური ვექტორი, რომელიც მანამდე ისედაც იყო დარტყმის ქვეშ, მაგრამ აი ცალსახად რაც განსაკუთრებით დასავლეთისთვის, გარესამყაროსთვის გახდა ნათელი, საქართველომ მოახდინა ეს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება, ანუ გეოპოლიტიკურად ზურგი შეაქცია დასავლეთს და ფსონი დადო მთლიანად რუსეთის გამარჯვებაზე, რუსეთ-უკრაინის ომში. შესაბამისად, აი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო პოლიტიკამ, ისე როგორც საშინაო პოლიტიკამ და ეს ორი რამ ერთმანეთთან არის კავშირში, ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა. მოკლედ რომ დავახასიათოთ, აქ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ საქართველომ შეწყვიტა ევროკავშირისკენ სვლა, ეს ინტეგრაციის პროცესი გაიყინა. 2024 წლის ბოლოს უკვე გაუქმდა ან შეჩერდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და ამავდროულად 2022 წლიდან მიდიოდა რუსეთთან ურთიერთობების უფრო სწრაფი ტემპით გაუმჯობესება. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულება, იმიტომ რომ რუსეთს მოგეხსენებათ დასავლეთმა დაუწესა სანქციები და რუსეთს სჭირდება დღეს არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იმისთვის, რომ აი
დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არიდოს თავი და სამწუხაროდ საქართველოც არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომელიც გამოიყენება რუსეთის მიერ აი ამ დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში. აქ ბევრი ფარული და არაფარული მექანიზმია გამოყენებული, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან მნიშვნელოვანად გაიზარდა 2022 წლის მერე აქ იყო იმპორტის ზრდაც, ექსპორტის ზრდაც, განსაკუთრებით საქართველოს რუსეთის იმპორტზე გახდა უფრო მეტად დამოკიდებული. შემდგომ წლებში, როდესაც სანქციები გამკაცრდა, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან ცოტა შემცირდა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, პარალელურად გაიზარდა საქართველოს ვაჭრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რაც სამწუხაროდ არის მიმანიშნებელი იმისა, რომ დასავლური პროდუქცია, რომელიც არის სანქცირებული, საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს სხვა ქვეყნების გავლით მიდის ჯერ ცენტრალური აზიის ქვეყნებში და იქიდან სავარაუდოა, რომ შედის რუსეთში, ყოველ შემთხვევაში ამ პროდუქციის დიდი ნაწილი. შესაბამისად, საქართველო გახდა რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანი ჰაბი, რომლითაც ის უკავშირდება გარესამყაროს. ხო, აქ იყო ასევე მნიშვნელოვანი თქვათ რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია საქართველოში და საკმაოდ დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს უკვე საქართველოში. არ ვიცი რამდენად შეგვიძლია ვენდოთ ოფიციალურ სტატისტიკას, მაგრამ თუნდაც ამ ოფიციალური სტატისტიკით დაახლოებით 70,000 რუსეთის მოქალაქე უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვი არის. პოლიტიკური თვალსაზრისით ხო უვიზო მიმოსვლა შემოიღო რუსეთმა საქართველოსთან, აღადგინა ფრენები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესების ბრწყალებში კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს რა თქმა უნდა უკან არ წაუღია არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარება და პირიქით ვნახეთ, რომ ვთქვათ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზასაც აშენებს ყოველ შემთხვევაში ობიექტს, რომელიც წარმოადგენს რუსული შავი ზღვის ფლოტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ დამხმარე ობიექტს, სულ მცირე და წავიდა საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ხო? ამას რა თქმა უნდა წინ უძღოდა, თქვათ, ქართული ოცნების მხრიდან ეს რიტორიკის შეცვლა შეიძლება, თქვათ, ზედმეტი არის ამ შემთხვევაში ალბათ უფრო გაგრძელება იყო იმ რიტორიკის, უბრალოდ უფრო რადიკალურად დაფიქსირება იმისა, რასაც შე შემთხვევაში ადრე ამბობდნენ, კერძოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში ეს იყო მაშინდელი ხელისუფლების, ოღონდ ფაქტობრივად ესე გამოდის საქართველოს ბრალეულობა და ამის ფონზე რუსეთის მხრიდან ჩვენ მოვისმენთ განცხადებები, რომ შესაძლებელი არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თუ ამის სურვილი ექნება ქართულ მხარეს, ოღონდ რა თქმა უნდა არ მოხდება აფხაზეთს სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება. ხო, თქვენს პირდაპირ დაივიწყეთ ეს ამბავი საერთოდ. ხო, აი მიიღეთ ეს რეალობა, მაგრამ უკვე ამაზე წავიდა საუბარი. ამავდროულად რუსეთმა ოფიციალურადაც გააკეთა განცხადება, რომ მას სურს იხილოს საქართველოს ამ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვან ელემენტად, რაც შესაძლოა ასევე გულისხმობდეს აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას და ეს თემაც ერთგვარად დაძრულია. ამის პარალელურად ხო ისევ რომ დაუბრუნდეთ, ანუ საქართველოს შიდა პოლიტიკური ნაბიჯების და საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად ეს დიდი კედელი აღმართა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გვაქვს დღეს მოცემულობა, რომ სულ უფრო იზოლირებული ვართ დასავლეთისგან და ამავდროულად უახლოვდებით რუსეთს. ამიტომ აი თუ ეხლა ისევ დაუბრუნდებით აი ამ 3 წლის შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით, გვაქვს სამწუხაროდ აი ეს მოცემულობა, რომ საქართველოს შეიცვალა
საგარეო პოლიტიკური კურსი, ეხლა ეს სხვა თემაა, რომ გარკვეული ნიშნები ამისა მანამდეც იყო, მაგრამ ძალიან აშკარად ეს ცვლილება გამოჩნდა უკვე 2022 წლის მერე და ეს ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს უქადის ფაქტობრივად რუსეთის გავლენის სფეროში შესვლას, იმიტომ რომ განსხვავებით თქვა ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მე მგონია რომ საქართველოს არ აქვს იმის უნარი და იმის ფუფუნება, რომ ეგრეთ წოდებული მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა განახორციელოს და ეს გამოჩნდა კიდევაც ბოლო 3 წლის მანძილზე, შესაძლოა ქართულ ოცნებას სურდა თავიდან რომ გამოჩენილიყო თითქოს აი მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, ზოგჯერ ეხლაც აქვთ ხოლმე ამის მცდელობები ან განცხადებები, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ჩემი აზრით, ან ქვეყანა უნდა იყოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის, ან აღმოჩნდება პრორუსული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის. თუ შეიძლება აუხსნათ, ბოდიში მაყურებელს რო აუხსნათ, აი რატო ვერ შეიძლება რომ საქართველო იყოს მულტივექტორული და რატო უნდა იყოს აუცილებლად რომელიმე ბანაკში გამწესებული ან განთავსებული ან თავისი არჩევანით შესული. იმიტომ რომ საქართველო არის პატარა სუსტი სახელმწიფო, ეს სხვანაირად თქვათ არის ძალის ვაკუუმი და ძალის ვაკუუმს ყოველთვის ავსებს ძალა და როდესაც გემუქრება ობიექტურად რუსეთი, ხო ეს არის ქვეყანა, რომელიც იყო კოლონიზატორი საქართველოსი, რომელსაც რამდენჯერმე დაიპყრო სხვადასხვა ფორმით საქართველოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ მთელი სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველო იყოს მისი გავლენის სფეროში, ანუ ის არ არის თანახმა, რომ შენ იყო ნეიტრალური ან კონდეს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, მას სურს რომ შენ იყო მასთან ერთად ალიანსში და მისი გავლენის სფეროში. თუ ამას არ დაუპირისპირებ სხვა ძალას და არ ეცდები რომ დააბალანსო ეს საფრთხე და არ განავითარებ ურთიერთობას ევროკავშირთან, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათგან არ მიიღებ ან ვერ მიიღებ პოლიტიკურ და სხვა მხარდაჭერას, მაშინ აი ამ ვაკუუმში დარჩენა დიდხანს არის შეუძლებელი და საქართველოს ისტორია, ისე როგორც ბევრი სხვა პატარა სუსტი ქვეყნის ისტორია ამას მოწმობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი ძალები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ შორის მდებარე პატარა სუსტი სახელმწიფო იყოს ნეიტრალური, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს მოხდეს, ისიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ მე ირღვევა ხოლმე ძალთა ბალანსი და ის დიდი სახელმწიფო, რომელიც უფრო ძლიერდება, არ ღვევს ხოლმე ამ შეთანხმებას. ასევე შეიძლება ეს სიტუაცია დასრულდეს ხოლმე იმით, რომ დიდმა სახელმწიფოებმა ფაქტობრივად გავლენის სფეროებად გაინაწილონ პატარა სახელმწიფო, ხო, შეიძლება დღეს ნაკლებად ხდება ეს ვიდრე წარსულში, მაგრამ აი ესე, როდესაც სუსტი ხარ, რომ დარჩე ესე თავისუფლად, ისე რომ არ დაიხმარო შენ გარე ძალა იმ სახელმწიფოსთან დასაპირისპირებლად, საიდანაც მოდის საფრთხე, ხო, ანუ ესე შეუძლებელია, რომ დიდხანს გაძლო. ამიტომ აი დაახლოებით ხა ისტორიული ანალოგიები არ ვარ გახოლმე, მაგრამ აი დაახლოებით 18-21 წლების პერიოდიც რო გავიხსენოთ, ხო, სანამ საქართველოს ჰქონდა გარკვეული მხარდაჭერა, თქვა გერმანიის მხრიდან, ჯერ მერე როცა გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, მერე ინგლისის მხრიდან, მანამდე ეს დამოუკიდებლობა ნარჩუნდებოდა. როგორც კი გავიდა, ხო, მერე ინგლისის არმია და აქ შეიქმნა ძალის ვაკუუმი, ბოლშევიკებმა ამითი ისარგებლეს და უკვე ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს და გადააქცია ის საბოლოო ჯამში ერთ-ერთ საბჭოთა რესპუბლიკად. ხო, ეს შეგვიძლია ბევრი სხვა ანალოგიაც მოვიყვანოთ და სხვა ქვეყნების ანალოგიებიც. ამიტომ, როდესაც საუბარი გვაქვს აი მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე და სუსტ ქვეყანაზე, აქ უნდა იყოს შეთანხმება დიდ სახელმწიფოებს შორის. მეორე ვარიანტია, თუ პატარა სუსტი სახელმწიფო მაინც ფლობს გარკვეულ რესურსებს, რომელიც მას აი ამ ავტონომიურობას ანიჭებს, ხო, როგორც მაგალითად აქვს აზერბაიჯანს,
თავისი ნავთობის და გაზის სახით. ეს მას ანიჭებს გარკვეულ უნარს, რომ გააძლიეროს შეიარაღებული ძალები. თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაშიც ის რომ ეს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა არის შესაძლებელი, დიდწილად არის განპირობებული თურქეთის ფაქტორითაც და შეიძლება სომხეთსაც აქვს იგივე სურვილი, მაგრამ მე მგონია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეუძლებელი იქნება და მასაც მოუწევს აი არჩევანის გაკეთება ან დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში ან გაწყვიტოს ეს კავშირი და დასავლეთთან ინტეგრაცია სცადოს. ასე რომ ეს ჩემი რწმენა არის, რომელიც ეფუძნება იმ მრავალ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ყოფილა პატარა სუსტი სახელმწიფოების ისტორიაში, მათ შორის საქართველოს ისტორიაში. ასე რომ ხო დაუბრუნდეთ ამ დღევანდელ მოცემულობას, ეს ორსკამზეჟდომის პოლიტიკა აღარ გამოდის საქართველოს შემთხვევაში და ჩვენ ფაქტობრივად დავშორდით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს. რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, რომ გავაგრძელოთ მსჯელობა, სომხეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ცოტა სხვა მოცემულობა, იმდენად რამდენადაც რუსეთ-უკრაინის ომზე მეტად სომხეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე გავლენა მოახდინა 2020 წლის ომმა აზერბაიჯანთან და შემდგომ 2023 წელს უკვე აზერბაიჯანის მიერ მთლიანად კონტროლის დაბრუნებამ ყარაბაღის რეგიონზე, სადაც სომხეთს არ დაეხმარა მისი მოკავშირე რუსეთი. ან რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, რომ დახმარებოდა სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, ოდეკაბ-ის ფარგლებში, მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა, პირიქით ის გაურიგდა აზერბაიჯანს, იმით რომ ეს აქტიური მხარდაჭერა არ აღმოუჩინა სომხეთს. ამის მერე სომხეთს უკვე გაუჩნდა ლოგიკური მისწრაფება აი რაც ისინი თავად ეძახიან მულტივექტორული საგარეო პოლიტიკისკენ, რომ რუსეთთანაც თქვა მიუხედავად აი ამ ღალატისა არ გაეწყვიტათ ბოლომდე კავშირები, იმიტომ რომ რუსეთს აქვს სერიოზული ბერკეტები სომხეთზე, მაგრამ პარალელურად ეცადათ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოვება, ხო? ჩვენ ნახეთ რომ წელს გააფორმა სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ან დაახლოებით იმ ტიპის ქარტია, რომელიც ჩვენ გვქონდა 2009 წლიდან და ეხლა რომ შეჩერებული გვაქვს. ასევე გააკეთა მინიშნება, რომ სურს ევროინტეგრაცია, ევროკავშირში გაწევრიანება და ამის განაცხადს მომავალში გააკეთებს. დაწყებულია ვიზა ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებები და სომხეთს უფრო აქტიურად პატიჟებენ ხო სხვა ფორმატებში და მათ შორის ეს ხო ცნობილი ფორმატი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მედიაციით 8 აგვისტოს შეხვედრა, ერთობლივი დეკლარაცია და სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მონაწილეობით. თუმცა რუსეთს სერიოზული ბერკეტები აქვს სომხეთში, ეს არის იგივე გიუმრიში სამხედრო ბაზა და პრორუსული ელემენტები სომხეთის პარტიულ და საზოგადოებრივ სივრცეში და მაინც რუსეთს სურს რომ შეინარჩუნოს გავლენა სომხეთში და ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ როგორ ცდილობს რუსეთი რომ შეარყიოს სომხეთის შიდა პოლიტიკა და მარტივად რო ვთქვა დაამხოს ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება, მათ შორის ეკლესიას იყენებს პრორუსი ბიზნესმენი, ოლიგარქი, პოლიტიკოსი სამվել კარაპეტიანის გააგზავნა ამ მისიით სომხეთში და შემდგომ ის დააკავა ფაშინიანის ხელისუფლება, მაგრამ ყოველდღიურად რაღაც ხდება და ასე რომ იქაც ძალიან დინამიური პროცესია. ასე რომ რა განვითარება მოჰყვება სომხეთის ამ მცდელობას ძალიან რთული სათქმელია. მე
სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი შეძლებს აი ამ ბალანსის დაცვას თუნდაც შეუძლებელია რომ თან რუსეთთან იყო თქვათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, საიდან სომხეთი ბოლომდე არ გამოსულა და თან გინდოდეს რომ ევროკავშირის წევრი გახდე, ხო? თან DST-ში იყო და თან ევროკავშირში გინდოდეს შესვლა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ნუ რაღაც ეტაპზე ეს შესაძლებელია მოჩვენებითად, მაგრამ საბოლოო ჯამში დადგება არჩევანის მომენტი, რომ ან იქით უნდა გადაიხაროს სომხეთი ან აქეთ. ასე რომ სომხეთის შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე არის გარკვეული ცვლილებები მის საგარეო პოლიტიკაში. და ძირითადად ამ ობიექტური გარემოებებით იყო ეს განპირობებული, რომ ის დამარცხდა აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირებაში. რაც შეეხება აზერბაიჯანს როგორც თქვი, აქვს მეტი რესურსი, რომ კონდეს უფრო ავტონომიური საგარეო პოლიტიკა, შეუძლია რომ რუსეთსაც ზოგჯერ თავისი პირობები დაუყენოს, თუმცა რა თქმა უნდა ამასაც აქვს თავისი ზღვარი. აზერბაიჯანი არ ესწრაფვის არც ევროკავშირში გაწევრიანებას, არც დემოკრატიულ რეფორმებს, თუმცა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობები და ამ ხრივაც გარკვეული პროგრესი არის, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა ის შეზღუდვა, რომელიც 1992 წლიდან ჰქონდა დაწესებული აზერბაიჯანისთვის დახმარების გაწევაზე, ანუ ეხლა უკვე ხსნილი არის ეს ურთიერთობები და ასევე მიმდინარეობს შემუშავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის და ესეც ალბათ მალე დაიდება. აზერბაიჯანი სარგებლობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, რომ ის არის საკვანძო ქვეყანა შუა კორიდორში, ერთი მხრივ და მეორე მხრივ ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორში, რომელიც ძალიან სჭირდება რუსეთს და ცდილობს რომ მოერგოს აი ამ სიტუაციას და აქ გეოგრაფიულ მდებარეობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანს მაინც უფრო პერიფერიული მდებარეობა აქვს სამხრეთ კავკასიაში და თან აი ენერგორესურსების სიმდიდრის გამო მას შეუძლია რომ უფრო გაძლიერდეს. მნიშვნელოვანი ფაქტორია თურქეთთან ალიანსი და თურქეთი ეხმარება აზერბაიჯანს იგივე 2020 წლის ომის დროს დაეხმარა და შემდგომაც ანუ გარკვეული ზურგი თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანს აქვს. ამიტომ აზერბაიჯანის შემთხვევაში უფრო რეალისტურია ეს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება, მაგრამ ერთ დათქმას მაინც გავაკეთებ საბოლოო ჯამში საქართველოს იმდენად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს რეგიონში, რომ თუ საქართველო აი ამ რუსეთისკენ სულას გააგრძელებს და დასავლეთისგან ბოლომდე იზოლირდება, მაშინ არანაირი შანსი არ ექნება არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს, რომ ეს ეგრეთ წოდებული მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა გაატაროს. მათ მოუწევთ მაინც დიდ დათმობებზე წასვლა რუსეთთან. რა თქმა უნდა, აქაც ძალიან მარტივად რომ არ გამომივიდეს, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება, რა მდგომარეობაში იქნება რუსეთი აი ომის დასრულების მომენტში, თუმცა აი დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიტყვით რუსეთს მაინც შესწევს უნარი რომ გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს როგორც სომხეთზე, ისე აზერბაიჯანზე. სომხეთზე უფრო მეტად, აზერბაიჯანზე უფრო ნაკლებად. რაც შეეხება აი თვითონ არსებულ მთავრობებთან ურთიერთობას, პუტინის ხელისუფლებას ეხლა ძალიან აწყობს საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება, აზერბაიჯანში ალიევის ხელისუფლება და არ აწყობს სომხეთში ფაშინიანის ხელისუფლება, იმიტომ რომ მაინც
მას არ მიიჩნევს აი ავტორიტარ ლიდერად განსხვავებით თქვა ალიევისგან და ივანიშვილისგან და ამიტომ ერთ-ერთი მიზანი ყოველ შემთხვევაში ეს არის პუტინი ცდილობს რომ როგორმე ფაშინიანი მოიცილოს რა გამოვა აქედან ჯერჯერობით ვერ ვიტყვით კი ბატონო ძალიან კარგი მიმოხილვა იყო და ჩვენ შევეხეთ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს, რაც ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა. 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმდა შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. რაც ჩემი აზრით არა მარტო ისტორიული მოვლენა არის, არამედ ძალიან სიმბოლური არის. წლების განმავლობაში რუსეთი თამაშობდა მედიატორის როლს ამ ორ ქვეყანას შორის. მას ყავდა სამშვიდობო ჯარები ყარაბაღის რეგიონში განთავსებული და ის ასე ვთქვათ ამ ყარაბაღის კონფლიქტით ზეგავლენას ახდენდა სომხეთზეც, აზერბაიჯანზეც და ამავდროულად თავის ძალაუფლებას ასე ვთქვათ სამხრეთ კავკასიაში იმყარებდა. რა სიმბოლური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს იმ ფაქტს, რომ ეს ორი ქვეყანა ამდენი წლის რუსეთის მედიაციის შემდეგ საბოლოოდ ამერიკაში ჩავიდა ხელის მოსაწერად. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რასაკვირველია, არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ძალიან გაეწელა რუსეთს. მას უწევს თავისი რესურსების, ყველანაირი ტიპის რესურსის დიდი ნაწილი დახარჯოს ამ ომში, შესაბამისად, ის ვეღარ აქცევს ბრჭყალებში სათანდო ყურადღებას ისეთ რეგიონებს, როგორც არის სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია. ეს იგრძნეს ერთი მხრივ სომხეთმა და აზერბაიჯანმა და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპის პიროვნულ ამბიციას, რომ მას შეუძლია მსოფლიოში მიმდინარე ომების დასრულება და ეს არის ასე ვთქვათ მშვიდობის მყოფელი ესეთი იმიჯის მორგება სურს პრეზიდენტ ტრამპს და ასე ბევრი ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა თვითონ სომხეთის მხრიდან მოხდა გააზრება იმისა რომ როგორც ჩანს ახლა ეს ჩემი ვარაუდია რომ ისინი ვეღარ დაიბრუნებენ ყარაბაღს, ამიტომ ამ ფაქტს უნდა შეეგუონ და ჯობია რომ აი ამ რეალობიდან გამომდინარე მიიღონ მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი, რაც შეიძლება მოხვეს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას რეგიონში. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ან გარკვეული შუალედური შეთანხმება მაინც რომელიც მისცემს საშუალებას რომ ახალი გზები, ახალი მარშრუტები განვითარდეს. რეპუტაციულად პუტინის რუსეთისთვის ეს რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იყო, თუმცა ალბათ რუსეთი არ ყრის ფარხმას და ის ცდილობს რომ სიტუაცია ისევ არიოს და მათ შორის რაც ვახსენე სომხეთის ვთქვათ ხელისუფლების ცვლილების გზით, ვთქვათ აზერბაიჯანთან ურთიერთობების დაძაბვის გზით, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, თუმცა ეხლა მოხდა ეს შერიგება. ასე რომ რუსეთი მაინც ცდილობს რომ ამ პროცესებში უბრალოდ დამკვირვებელი არ იყოს და ჩაერთოს, მაგრამ ფაქტია ის რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მედიაციით გააკეთეს ერთობლივი დეკლარაცია და პარაფირება მოახდინეს სამშვიდობო შეთანხმების. სამწუხაროდ ეს შეთანხმება ჯერ არ არის დადებული, ფორმალურად სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ ომის მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს იყო დიდი გარღვევა 8 აგვისტოს ეს ერთობლივი დეკლარაცია სამშვიდობო შეთანხმებისკენ, აქ რამდენიმე ბარიერი იყო თავიდან, ერთი იყო ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც ახლა გაუქმდა და დეკემბრის ბოლომდე საბოლოოდ გაუქმდება და მეორე არის უფრო პრობლემური აზერბაიჯანი ითხოვს
სომხეთისგან კონსტიტუციის შეცვლას. ვინაიდან სომხეთის კონსტიტუციის შესავალში არის მინიშნება დამოუკიდებლობის აქტზე, რომელშიც თავის მხრივ წერია მარტივად რო ვთქვათ, რომ ყარაბაღი არის სომხეთის ნაწილი, აი ამის შეცვლას ითხოვს აზერბაიჯანი, ეს არ არის მარტივი სომხეთისთვის, იმიტომ რომ მაშინ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ამან გარკვეულწილად შეიძლება ფაშინიანის პოპულარობასაც შეუქმნას საფრთხე და ძალიან რთული პროცესი იქნება ეს, თუმცა აზერბაიჯანი იძახის, რომ ამის გარეშე ისინი ხელს არ მოაწერენ ამ საბოლოო შეთანხმებას. ამის მიუხედავად, მაინც აი პარაფირება რომ მოხდა ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არის და მეორე ელემენტი ამ 8 აგვისტოს შეთანხმებაში იყო ახალი მარშრუტის ფორმირება, ოფიციალურად ასე ქვია ხო ტრამპის მარშრუტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ამ მარშრუტმა უნდა გაიაროს ესე იგი აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან სომხეთის გავლით აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანში და იქიდან თურქეთში. ეს არის ახალი სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც უვლის გვერდს საქართველოს და ამ მხრივ საქართველოს ცოტა ორაზროვან სიტუაციაში არის. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვიხაროდეს ის, რომ ჩვენ ორ მეზობელს შორის საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა და ეს მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს მეტ შესაძლებლობას შეუქმნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, აი მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ამან გარკვეული ზიანი მიაყენოს ეკონომიკურად საქართველოს, იმიტომ რომ ტვირთების ნაწილი გაივლის ამ ახალ მარშრუტზე და აღარ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც აქამდე იყო მონოპოლისტი ტრანზიტის თვალსაზრისით. მაგრამ აქ ბევრი ნიუანსი არის ამ მარშრუტის მშენებლობა სჭირდება გარკვეული დრო და საბოლოო ჯამში ამოქმედება თუ არა ის ალბათ დამოკიდებული იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელის არ მოწერაზე. შესაძლოა, აი როგორც ცოტა ხნის წინ თქვი, იყოს გარკვეული შუალედური შეთანხმება ან სამხედრო მოქმედებების არ განახლებაზე და ამის ფონზე მაინც შედგეს ეს მარშრუტი. ყოველ შემთხვევაში ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟის ქვეშ იქნება ეს მარშრუტი, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გავლენა შედარებით შემცირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ეს დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს არ მოწონს და ის ეცდება, რომ გააფუჭოს საქმე და მას აქვს გარკვეული რესურსები მიუხედავად იმისა, რომ გაჭედილი არის უკრაინაში. ასე რომ დღეს მდგომარეობით ისე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის რეგიონიდან განდევნის თუ არა ყოველ შემთხვევაში მისი გავლენის შემცირების მცდელობა, ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესების ზრდა, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას მოახდენს რეგიონზე. ოღონდ ეს არ არის ასე ვთქვათ დასრულებული პროცესი, იმიტომ რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა მოხდება შემდგომ წლებში. კი ბატონო. და შუა დერეფნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი. ასევე საინტერესო იქნებოდა თქვა ეკონომისტების პროგნოზების მოსმენა, იმიტომ რომ მე ესე წარმომიდგენია მაინც რომ კი შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველოს მიიღოს ზიანი იმის გამო რომ ის ამ სანტრანზიტო მონოპოლიას დაკარგავს, მაგრამ გრძელვადიანად მაინც თუ რეგიონი მთლიანად დასტაბილურდება, შეიძლება პირიქით უფრო დიდი თვითმფრინვა იყოს შუა დერეფანში და საქართველოს უფრო მეტად იხეიროს. ოღონდ აქაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, იმაზე იქნება თუ არა საქართველოს იზოლირებული დასავლეთისგან, იმიტომ რომ თუ ჩვენ ხო გავაგრძელეთ და სამწუხაროდ აი ამ ტრაექტორიით მივდივართ დასავლეთისგან დაშორება, მაშინ სავარაუდოა რომ უფრო მეტი ტვირთი იმოძრავებს სომხეთ-აზერბაიჯანის გავლით და ნაკლები იმოძრავებს საქართველოს გავლით, ხო? ასე რომ
აქაც აი ჩვენთან რა მოხდება პოლიტიკური თვალსაზრისით იქნება პირდაპირ კავშირში იმასთან, რამდენად გაფართოვდება საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები ამ შუა დერეფნის ფარგლებში. კი ბატონო, ჩვენ რამდენიმე ეპიზოდში შევეხეთ ამ თემას და იყო ესეთი მოსაზრებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ისე ჩანდეს, რომ საქართველოს ძალიან დიდ როლს დაკარგავს, ეს ასევე გამოიწვევს ტვირთების რაოდენობის ზრდას, რამაც უნდა გაიაროს ამ შუა კორიდორში და შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში არის მოსაზრება, რომ საქართველოში არ შემცირდება, მაგრამ მოიმატებს ზოგადად ტვირთ ბრუნვა ამ კორიდორში, რომელმაც შეიძლება აზერბაიჯანსა და სომხეთზე გაიაროს. რა თქმა უნდა, ეს როგორც ახსენე, დამოკიდებულია თავიდან ბოლომდე იმაზე საქართველოს სად იქნება და რუსეთ-უკრაინის ომი როგორ დასრულდება, აზერბაიჯანი და სომხეთი რაზე შეთანხმდებიან და როგორ შეთანხმდებიან, მაგრამ არ არის აუცილებლად ეს საფრთხე, რომ ჩვენ დავუკარგავთ ჩვენ როლს, უფრო შეიძლება მეტი პოზიტივიც მოიტანოს ამ ყველაფერმა. ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთზე და მინდა სომხეთის თემა გავაგრძელოთ. სომხეთი 2023 წლის შემდეგ, რაც მას პრაქტიკულად ეს ბერკეტი, უზარმაზარი ბერკეტი, რაც ქონდა რუსეთს სომხეთზე ყარაბაღის თემა, რაც ეს თემა აღარ არის დღის წესრიგში, სომხეთმა აქტიურად დაიწყო რუსეთის ჩანაცვლება სხვადასხვა მიმართულებებით. FSB, რომელიც იცავდა მის საზღვრებს, ნელ-ნელა გადის სომხეთიდან, ოდეკაბესში, კუხოში, ეგრეთ წოდებულში, ნელ-ნელა მცირდება სომხეთის როლი, რამდენიმე შეხვედრაზე ისინი აღარც ჩავიდნენ, აშკარად პირდაპირ დაპირისპირებაც არის ხოლმე, მათ შორის ბელორუსის მიმართულებით, რომელსაც პაშინიანმა არაერთხელ დააბრალა ის, რომ ისინი იარაღს აწვდიდნენ ალიევს. ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ვახსენეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, უვიზო მიმართულებით. რამდენად რეალისტურია სომხეთის მხრიდან და ჩვენ ვთქვით, რომ ეს მულტივექტორული პოლიტიკა თითქოს რაღაც ტრანზიციული პოლიტიკა ადრე თუ გვიან მინდიხარ გარდატეხის წერტილამდე და უნდა აირჩიო. რამდენად რეალისტურია, რომ სომხეთმა თავისი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე მოახერხოს და ჩაანაცვლოს რუსეთი დასავლეთით, ნატოთი, ევროკავშირით, თუნდაც საფრანგეთით, ან ამერიკით, ინდივიდუალური ქვეყნებით, ან ორგანიზაციის ფარგლებში. ძალიან რთული იქნება ეს ჯერთი გავიმეოროთ საქართველოზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს სომხეთისთვის, რომ თუ იქნა, თქვა რუსული გავლენის სფეროს გაგრძელება, მაშინ სომხეთს აქვს მინიმალური შანსები, რომ ეს ყველაფერი მოახერხოს, რაც ეხლა ჩამოთვალე. თუ საქართველოში უკეთესობისკენ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ სომხეთსაც ექნება წარმატება. მაგრამ არ მინდა ეს ბოლომდე გადაუწურო იმედი სომხეთს, რაც ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი განსაკუთრებით უძლებს ნიკოლ ფაშინის ხელისუფლება ჯერჯერობით ამ შიდა რყევებს, ხო, რუსები ცდილობენ სულ არიონ სიტუაცია, იმიტომ რომ რამდენიმე ხო პოლიტიკური ძალა ყავთ, რომელსაც ეყრდნობიან, ეკლესია ასევე არის ამ შემთხვევაში რუსეთის მოკავშირე, მაგრამ ამ რყევებს ჯერჯერობით ფაშინის ხელისუფლება უძლებს. მეორე ეს ხელისშემშლელი ფაქტორი სომხეთის პროდასავლური ინტეგრაციისა არის მაინც რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც იქ თუ არ ვცდები 2054 წლამდე რჩება არსებული ხელშეკრულებით. ანუ ამ სამხედრო ბაზას ისინი ვერ აგდებენ. აი საქართველოს შემთხვევაში რომ გავიხსენოთ ძალიან ისე კარგად განვითარდა მოვლენები 90-იანი წლების ბოლოს რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ თავისი სამხედრო ბაზები გაეყვანა საქართველოდან იმ მომენტში რუსეთი უკვე დასუსტებული
იყო. მართალია შემდგომ გაძლიერდა, მაგრამ ამ ვალდებულების შესრულებაზე უარი ვერ თქვა და თან უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან აქტიური იყო აი მოთხოვნის მხრივ, რომ რუსეთს შეესრულებინა საბოლოო ჯამში. ხო ნახეთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ორ წელიწადში მთლიანად ეს რუსული სამხედრო ბაზები საქართველოსდან გავიდნენ, ოღონდ იგულისხმება ის ტერიტორია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, თორემ აფხაზეთშიც დარჩნენ და ცხინვალის რეგიონშიც მალევე დაიწყეს ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა, მაგრამ ვთქვათ, ახალქალაქი ბათუმი, თბილისი მათ დატოვეს. სომხეთის შემთხვევაში არანაირი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. რუსეთის სამხედრო ბაზა იქ არის და არის შემდგომი წლების განმავლობაში და ეს არის სერიოზული რისკ ფაქტორი სომხეთისთვის. მეორე არის ის, რომ სომხეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი არის რუსული კომპანიების ხელში. ამ ყველაფრის ნაციონალიზაცია, გამოსყიდვა ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, ასე რომ ესეც სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. ასე ბევრი გამოწვევა არის წინ და ასევე რამდენად გაუძლებს პაშინიანის ხელისუფლება. იმიტომ რომ ვლადიმერ პუტინი ესე უყურებს მოვლენებს, რომ ის არის მუდმივად, ყოველ შემთხვევაში სანამ ცოცხალია და აი სხვა ქვეყნებში მას შეუძლია რომ შეცვალოს ხელისუფლებები, ყოველ შემთხვევაში აი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს განწყობა აქვს, მაგრამ ზოგან ახერხებს, ზოგან ვერ ახერხებს, მაგრამ აშკარად სომხეთთან დაკავშირებით ეს მცდელობები აქვს და აი ასე რომ მომავალში რა მოხდება იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გადალახავს სომხეთი აი ამ ბარიერებს. პოლიტიკური დეკლარაციების დონეზე, რა თქმა უნდა, მას შეუძლია გააკეთოს, ხო ეს განცხადებები, მინიშნებები და ასევე გარკვეული პროცესი, თქვათ, ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით ევროკავშირთან, ევროკავშირის ფორმატებში უფრო აქტიურად მონაწილეობის თვალსაზრისით სომხეთს შეუძლია, მაგრამ ამას აქვს გარკვეული ზღვარი. ანუ გარკვეული ზღვრის იქით რუსეთი მოთხოვს აი არჩევანის გაკეთებას. ეხლა ხშირად სომეხი პოლიტიკოსები მართველი პარტიიდან ამბობენ, რომ აი ჩვენ რუსეთთანაც გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ ამავდროულად ვისწრაფვით ევროინტეგრაციისკენ და განაცხადს გავაკეთებთ ძალიან მალე. ხო, აი არ გამოდის ასე. შეიძლება ამითი გარკვეული დრო მოიგო, მაგრამ მერე გიწევს არჩევანის გაკეთება და სომხეთსაც აუცილებლად მოუწევს ამ არჩევანის გაკეთება. ეხლა ის რომ თქვა რამდენიმე წელი აი ამ ბუნდოვანებაში გაძელი არ ნიშნავს რომ გრძელვადიანად ასე გაგრძელებას შეძლებ. ასე რომ ბევრი პრობლემა არის სომხეთისთვის აი ამ გზაზე. კი ბატონო, ანუ ერთ-ერთი ეს პრობლემა შეიძლება ისიც იყოს, რომ ჩვენ ხშირად სომხეთზე რო ვფიქრობთ და მათ პრორუსულ დამოკიდებულებაზე ქართული პრიზმიდან უყურებთ. იმათ არ აქვს ისეთი ისტორია რუსეთთან. მაინდა-მაინც როგორც ჩვენ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიც საბჭოთა კავშირის დროს დაიპყრეს, არ მომხდარა 9 აპრილი, არ მომხდარა 2008 წლის ომი, შესაბამისად, ისტორიულ მეხსიერებაში მაინდა-მაინც ის ტკივილი და ის ჩაგვრა და ის ცუდი სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიები ასე შემდეგ, მაინდა-მაინც არ აქვს და იდეოლოგიურ დონეზეც შეიძლება მაინდა-მაინც ემოციებიც არ მუშაობდეს ამ მიმართულებით. მაგრამ ჩანს, რომ აშკარად ნაბიჯები გადაიდგა და ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც რეგიონში რუსეთის გავლენები და რუსეთის ძალა, ასე ვთქვათ, მინიმუმამდეა დასული 90-იანი წლების ელცინის რუსეთის შემდეგ მინიმუმამდე არის დასული უკრაინის წყალობით, ასე ვთქვათ და მათი პატარა ჩართვას გავაკეთე, რომ ემოციურ დონეზე ეს გრძნობები სომხეთში გაჩნდა ჯერ 2020 წლის ომის მერე და შემდგომ 2023 წლის მერე, როცა მთლიანად ყარაბაღში მაცხოვრებელ ეთნიკურ სომხებს მოუწიათ ამ რეგიონის დატოვება და იქ უკვე აღადგინა კონტროლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. აი ემოციურ დონეზე მაშინ გაჩნდა გარკვეული ანტაგონიზმი რუსების მიმართ, რომ
აი რუსეთს ჰქონდა ვალდებულება მათ დახმარებოდნენ, მაგრამ ანუ ღალატი უფრო არის ვიდრე ოკუპაცია და ჩაგვრა. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად. და თვითონ რუსეთის გავლენა მინიმუმამდეა დასული 90-იანების შემდეგ და ძალიან საინტერესოა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით აზერბაიჯანის მიმართულებით, სადაც რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს აზერბაიჯანული თვითმფრინავი თვეების განმავლობაში ამის არანაირ არ იმჩნევდა ამას რუსული პოლიტიკური ელიტა არანაირი განცხადება ოფიციალური ბოდიში რაც მოყვება სტანდარტულად პროტოკოლის მიხედვით მოყვება ხოლმე პირიქით დევნა დაიწყო აზერბაიჯანული მოსახლეობის ბიზნესების ტერორი ასე ვთქვათ და თუ არ ვცდები ორი კვირის წინ იყო რომ პუტინმა საჯარო თქვა რომ ბოდიში არ მოუხდია მაგრამ თქვა რომ აი ეგრევე დაგირეკე და ბოდიში მოგიხადე იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე მოხდა ძალიან ბევრი მათ შორის დასავლეთში ამას აკავშირებს იმ ფაქტს რომ უკრაინა წარმატებით ურტყავს რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს და რუსეთს საგრძნობლად ესაჭიროება საწვავი მე არ ვამბობ იმას რომ აზერბაიჯანს აქვს იმის უნარი რომ საწვავი დააკმაყოფილოს რუსულ ბაზარზე მაგრამ აზერბაიჯანს ესაზღვრება ირანი რომელსაც აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები რუსეთის სისუსტესთან ერთად მისი გავლენები რეგიონში რამდენად აისახა რუსეთის სისუსტე ჩვენ რეგიონში გავლენებზე და ეკონომიკურ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ამ ჩვენი რეგიონის ქვეყნების მე მაინც ესე გადაწყვეტ არ ვიტყოდი აი ამ სიტყვას შეთანხმებას რუსეთის სისუსტე. ნუ შეიძლება ვთქვათ რუსეთის შედარებითი სისუსტე იმასთან შედარებით რაც მანამდე იყო, მაგრამ რუსეთს მაინც აქვს სერიოზული ბერკეტები, ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის და მასში განცდილი გარკვეული წარუმატებლობების მიუხედავად, რომელიც ძალიან მალე უნდა აეღო კიევი და ასე შემდგომ, მაინც რუსეთს აქვს სერიოზული ბერკეტები. თუმცა მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ საბოლოო ჯამში პუტინი იძულებული გახდა, რომ აზერბაიჯანთან დაახლოებით 1 წლის წინ დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზაცია მოეხდინა ეხლა. იმიტომ რომ მას როგორც შანს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან აი მე ხნის წინ ვახსენე ჩრდილოეთი სამხრეთის დერეფანი. აზერბაიჯანი რუსეთის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეულ ამ დერეფანში არის საკვანძო ქვეყანა. ხო, ანუ საქართველოს ისეთი საკვანძო არ არის. საქართველოს თუ გახდება ჩრდილოეთის სამხრეთის დერეფნის შემადგენელი ნაწილი, მაინც უფრო ესე დანამატი იქნება. და აზერბაიჯანი არის ცენტრალური ქვეყანა, იმიტომ რომ მასზე გადის ეს დერეფანი, რომლითაც ირანი და რუსეთი უკავშირდებიან ერთმანეთს და ახლა რკინიგზის რეაბილიტაციასაც აკეთებენ. ასე რომ ირანული ნავთობი სუმცირე ჭირდება რუსეთს, ისე როგორც ბევრი რამ ირანიდან და სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ირანი მთელი ეს წლები ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მათ შორის იარაღის მიწოდების, ხო დრონების მიწოდების თვალსაზრისით და აშკარაა რომ რუსეთს ხელისუფლებას გათვლილი აქვს, რომ დასავლური სანქციების კვალდაკვალ მას სჭირდება ჩინეთთან და ირანთან ურთიერთობების განმტკიცება, ასევე ვთქვათ ინდოეთთანაც. ანუ აი ეს მიმართულება ხო აღმოსავლეთის და სამხრეთის მას ძალიან პრიორიტეტული აქვს. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აღარ დაეძაბა შემდგომ ურთიერთობები აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან მძიმე იყო ეს რუსეთისთვის, განსაკუთრებით პუტინისთვის, რომელსაც კრიმინალური მენტალიტეტი აქვს და მას ყოველთვის სურს, რომ დაჩაგროს სხვა ლიდერები, უბრალოდ აი ეს კრიმინალური მენტალიტეტი იმასაც გულისხმობს, რომ ოდესაც კრიმინალი ხედავს, რომ მას ძალა უპირისპირდება, ხო, იქ შეიძლება უკან დაიხიოს და ამ შემთხვევაში ეს იყო აზერბაიჯანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს თურქეთი, ხო? ანუ ალიევი, ერდოღანი, თან აზერბაიჯანი დიდარია ენერგორესურსები და ფლობს აი საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობას ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორში. როგორც ჩანს, აი ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში პუტინმა გადაწყვიტა, რომ
ირიბათ მოეხადა ბოდიში და მათ შორის აზერბაიჯანმაც გადადგა საპასუხო ნაბიჯები და მე მგონი გუშინ თუ დღეს იყო რომ გაათავისუფლეს ის რუსული პროპაგანდისტული საშუალება სპუტნიკის აზერბაიჯანის ბიუროს დირექტორი ციხიდან და ის დაბრუნდა რუსეთში ხო ის გარკვეული დათბობა უკვე შედგა მაგრამ არ არის მომავალში გამორიცხული რომ ისევ დაიძაბოს ეს ურთიერთობა და საბოლოო ჯამში მაინც აი ბევრი რამ იმაზე არის დამოკიდებული ავტორიტარ ლიდერები რამდენად მორიგდებიან ან არ მორიგდებიან ერთმანეთში. ნაკლები მნიშვნელობა აქვს ამ დროს თქვა საზოგადოებრივ აზრს, საზოგადოებრივ განწყობებს, ემოციებს, ანუ ასეთ ტიპის ქვეყნებში მაინც უფრო მაღალ დონეზე ხდება ხოლმე ამ საკითხის დარეგულირება. კი ბატონო, ჩვენ ვახსენეთ ირანი და ირანიც ფიგურირებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაში, რაც ბოლო პერიოდში იყო, ეს არის ისრაელის მიერ ირანის სამხედრო შესაძლებლობების პრაქტიკულად განადგურება და ამერიკის მიერ ძალიან სერიოზული ზიანის მიყენება ბირთვული რეაქტორებისადმი. საინტერესო არის ამ მხრივ იქონია თუ არა გავლენა, შეამცირა თუ არა ირანის გავლენა ამან რეგიონში, ამ გეოპოლიტიკურმა ცვლილებამ და მეორე კითხვა იქნება რა შეცვალა თუ არა ირანმა შედეგად სტრატეგია მიყვება იგივე სტრატეგიას, რასაც ადრე მიყვებოდა თუ თავიდან ცდილობს ახალი ანიდენტობის შექმნას, იზოლაციის არიდებას თუ ასე შემდეგ. ამ 12 დღიანი ომის შედეგად მე ვიტყოდი რომ ირანის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა ზოგადად ახლო აღმოსავლეთში და მათ შორის თქვა თუ ავიღებთ ამ პოსტსაბჭოთა სფეროსაც თუმცა ეს პროცესი მანამდე დაიწყო იმიტომ რომ ირანმა და მისმა იმ წინააღმდეგობის ღერძმა მიიღო ძალიან დიდი დარტყმები 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდგომ, როდესაც ჰამასი თავს დაესხა ისრაელს. ისრაელმა მეთოდურად გაანადგურა ეს ქსელი ირანის ახლო აღმოსავლეთში ან დაასუსტა მნიშვნელოვნად, ანუ პირველ რიგში ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჰამასს, ასევე დიდი დარტყმა მიაყენა ჰეზბოლას და ფაქტობრივად გააჩერა ჰეზბოლა აქტიური მოქმედებებისგან უკვე ჰეზბოლა თავს იკავებს ისრაელთან ბოლო კონფლიქტის შემდგომ დაემხო ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში, რომელიც ირანის და ასევე რუსეთის პირდაპირი მოკავშირე იყო და ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი პერიოდულად პასუხობდნენ ხოლმე იემენელ ჰუსიტებს ან თავდასხმებზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ გემებზე. და ეს ყველაფერი გაგრძელდა უკვე ამ 12 დღიანი ომით, რის შედეგადაც ირანის ბირთვულმა პროგრამამ მიიღო დიდი ზიანი. რთული სათქმელია მართალი იყო ამაზე ოფიციალური განცხადებები, მაგრამ მე არ მჯერა იმის რომ ეს პროგრამა მთლიანად განადგურდა და არის უამრავი ექსპერტის შეფასებაც რომ აი ამ დაბომბებმა გააჩერა ან შეაყოვნა ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ იმის თქმა რომ ირანს აღარ შესწევს უნარი რომ მომავალში თქვათ განაახლოს ურანის გამდიდრება და მივიდეს ატომური ბომბის შექმნამდე ეს ასე არ არის, ასე რომ დიდი დარტყმა აქვს ირანს მიღებული. მე ეს გაგრძელდა იმითი რომ საერთაშორისო სანქციები, რომელიც შეწყვეტილი იყო 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების შედეგად ბოლო პერიოდში აღდგა, ანუ ეხლა არის ეს აღდგენის პროცესი გაეროს სანქციების და ირანი არის სერიოზული ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ. თან აი ამ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევამ, ხო, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბოლომდე არ გაამართლა, ამან არ გამოიწვია ირანის ახლო აღმოსავლეთის ჰეგემონად გადაქცევა და მისი ძლიერების ზრდა. აი ეს ბევრი მოვლენა, რომელიც მოხდა რუსეთ-უკრაინის ომს და შემდგომ ჰამასის თავდასხმას ისრაელზე, ისრაელ-ჰამასის ომს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ირანისთვის ძალიან დიდი დარტყმის
მიმყენებელი. ის ტრამპის მარშრუტი რომ ვახსენეთ ჩვენ, ხო, ისიც ძალიან აზიანებს პერსპექტივაში ირანის პოზიციებს, კონკრეტულად აი სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაში, იმიტომ რომ გამოდის რომ ამერიკის შეერთებული შტატები შემოდის ამ თუ იმ ფორმით რეგიონში ირანის საზღვართან ახლოს უკვე, ხო, ესეც ძალიან სერიოზული დარტყმა არის. ასე რომ ირანის პოზიციები შესუსტებულია დღეის მდგომარეობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანს არ აქვს იმის უნარი და რესურსი, რომ მაინც გააგრძელოს თავისი ძველებური პოლიტიკა. მე ვხედავ უფრო პასიურობას აი ამ ომის და ამ მოვლენების შედეგად ირანის მხრიდან, მაგრამ ვერ ხედავ, რომ ფუნდამენტურად, კონცეპტუალურად ირანმა შეიცვალა თავისი პოზიცია. ის ისევ ხედავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს მტრად და ისევ ხედავს რუსეთს და ჩინეთს მოკავშირეებად და ეს ერთგვარი ღერძი რუსეთი, ირანი, ჩინეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები მაინც არსებობს და კი შეიძლება ირანის პოზიციები აი ამ ღერძში, ამ ალიანსში ამ წუთას ცოტი შესუსტებულია, მაგრამ მაინც ირანი ხედავს თავის თავს მნიშვნელოვან რგოლად აი ამ ალიანსში. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მომავალშიც განახლდეს სამხედრო მოქმედებები ირანსა და ისრაელს ან ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მგონია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეწყვიტოს ამ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და სანქციები ცხადი აზიანებს ირანის ეკონომიკას, მაგრამ არა იმდენად, რომ მათ ვერ შეძლონ სურვილის შემთხვევაში ამ ბირთვული პროგრამის გაძლიერება და ეს მერე ისევ მიგვიყვანს ალბათ კონფლიქტამდე. კი ბატონო, ჩვენ მე თუ სწორად მახსოვს, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი პირობა ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით ირანთან დაკავშირებით დაასახელა, რომ მას შეუძლია სანქციები მოხსნას ირანულ ნავთობს. არ ვიცი ზუსტად ეს განხორციელდა თუ არა, მაგრამ იდეა როგორც ხვდები, შეიძლება უცდები იყო იმაში, რომ როდესაც ტრამპი ითხოვს სხვადასხვა ქვეყნებისგან, რომ შეწყვიტონ რუსეთის ნავთობის შესყიდვა, იქ ჩნდება აშკარა კითხვა, მაშინ საიდან უნდა ჩაანაცვლდეს ეს ყველაფერი და ტრამპის მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, ანალიტიკოსები, უფრო ტრამპისტი ანალიტიკოსები, ასეთ მოსაზრებასაც ავითარებდნენ, რომ ამ სანქციების მოხსნით ირანისგან ალტერნატიული ნავთობის წყარო, ლეგალური ნავთობის წყარო გაჩნდება ინდოეთის ბაზრისთვის, ჩინეთის ბაზრისთვის, მათ შორის ევროკავშირის ბაზრისთვისაც, რომ რუსეთი მთლიანად ჩაანაცვლდეს იმ ნავთობით, რომელიც ჯერ ბაზარზე ლეგალურად არ იყო. რამდენად რეალისტურია ეს მიმართულება, რომ განვითარდეს და არის თუ არა ესეთი რაღაცა დღის წესრიგში საერთოდ? ჰიპოთეტურად ეს შესაძლებელია, უგონთ ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ირანის ხელისუფლება შეიცვლის თავის აგრესიულ ქცევას რეგიონში, ვთქვათ, რამდენად შეწყვეტს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, რამდენად შეწყვეტს აი წინააღმდეგობის ღერძის მხარდაჭერას და დაფინანსებას, ხო, იმიტომ რომ ეს ქსელი ჩვენ თქვით, რომ შესუსტდა, მაგრამ არ განადგურებულა, ხო? ჰამასი ისევ არსებობს ღაზის სექტორში, ჰეზბოლა ისევ არსებობს ლიბანში და იემენში ისევ არიან ჰუსიტები. ნუ ბაშარ ასადი მოსკოვში გაიქცა, მაგრამ მაინც ეს ქსელი ამა თუ იმ ფორმით არსებობს, ხო, თქო, ერახშიც ხო არიან პროირანული დაჯგუფებები, ასე რომ ეს ირანული ნავთობის ესე თავისუფალ ხო გაყიდვაში სანქციებისგან თავისუფალ რეჟიმში შესვლის შესაძლებლობა ჩემი აზრით იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ირანი იტყვის უარს ამ ბირთვული პროგრამის გაგრძელებაზე და ეცდება ურთიერთობების ნორმალიზებას დასავლეთთან. ეხლა სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული snapback-ის მექანიზმი, რომ გაეროს სანქციების აღდგენის მექანიზმი არის უკვე მოსული მოქმედებაში.
და ევროპული ქვეყნები ითხოვენ და ეს პროცესი წინ მიდის. რომ შესაძლებელი ყოფილიყო 2015 წლის შეთანხმების გადარჩენა ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ამერიკა კი გავიდა ამ შეთანხმებიდან ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, მაგრამ ევროპელები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო ამერიკის მონაწილეობის გარეშე ამ შეთანხმების აღდგენა, მაგრამ ეს ასე აღარ გამოვიდა. და ეხლა არის სრულიად 2015 წლამდე სიტუაციისკენ სვლა. და ამიტომ ცოტი მეეჭვება რომ ეს ეხა ამ ეტაპზე შესაძლებელი იყოს. თუმცა ისევ და ისევ ანუ ირანის ქცევა თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია ჰიპოთეტურად. კი ბატონო. ჩვენ ასევე ვახსენეთ ჩინეთი და ჩინეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორს არის ჩვენი რეგიონიდან, ასევე ძალიან საინტერესო მოთამაშე არის გლობალურ დაფაზეც და მათ შორის ჩვენ რეგიონშიც. საქართველოშიც უშუალოდ შემოდის ჩინეთი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით, პორტის მშენებლობა არის ჩინურ კომპანიაზე დავალებული, ტენდერი აქვს მოგებული. რა როლი აქვს ჩინეთს ჩვენს რეგიონში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და რამდენად არის რეალისტური, რომ ჩვენ ვთქვით, რომ შესუსტდა, არ გამქრალა, იმაზე უფრო სუსტი არის ვიდრე იყო, მაგრამ რუსეთი მაინც გავლენას ახდენს და რამდენად რეალისტურია ჩინეთის მხრიდან რუსეთის გავლენების ჩანაცვლება ჩვენ რეგიონში. ეს მოსაზრება ხშირად ისმის ხოლმე. მე ამ ჭრილში არ ვუყურებ ამ საკითხს, რომ თითქოს შესაძლებელია ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლოს ამ რეგიონში, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ჩინეთს და რუსეთს აქვთ ალიანსი, რასაც თვითონ ეძახიან უსაზღვრო პარტნიორობა და აი ეს უსაზღვრო პარტნიორობა ჩემი შთაბეჭდილებით გულისხმობს გარკვეული ჭყალებში ჯენტლმენური შეთანხმებების დადებას პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით. იქნება ეს ცენტრალური აზია თუ სამხრეთ კავკასია. კერძოდ რუსეთი მაინც რჩება უსაფრთხოების სექტორში დომინანტ ძალად ამ რეგიონებში, სამხედრო და უსაფრთხოების სექტორში, ხოლო ჩინეთი, ვინაიდან რუსეთს აღარ აქვს იმდენი ფული, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, ხოლო ჩინეთი ხდება დომინანტური მოთამაშე ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სექტორებში, ხო, შეიძლება ნაწილობრივ რაღაც ფინანსურ სექტორებში. ამიტომ აქ ვაკვირდებით უფრო ამ დიდ მოკავშირე სახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების განაწილების ცდელობას. სადაც უფრო მარტივად რო თქვა, რუსეთი რჩება პოლიტიკურ ნაწილში დომინანტი, ხოლო ჩინეთი ხდება დომინანტი ეკონომიკურ ნაწილში. რა თქმა უნდა, რუსეთს შეიძლება ეს არ უხარია, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის მისაღები არის ეს. ჩემი დაკვირვებით ჩინეთს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი არც სამხრეთ კავკასიაში, არც ცენტრალურ აზიაში, რომელიც დააზიანებდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს. ასე რომ ესეთი ვერსია ან თეორია, რომ შეიძლება თქვა ჩინეთის ხარჯზე ჩვენ ჩავანაცვლოთ რუსეთ და საქართველოშიც გამიგია ხშირად მსჯელობა, განსაკუთრებით თქვა ქართული ოცნების წრეებიდან. ეს არის სრული ილუზია და აბსურდი, იმიტომ რომ ჩინეთი და რუსეთი, მოკლედ რო ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედებენ შეთანხმებულად. ჯერჯერობით ესეა ყოველ შემთხვევაში. მომავალში რა მოხდება, არავინ არ იცის, მაგრამ ეხლა გვაქვს ეს მოცემულობა. ამას ვაკვირდებით, ვთქვათ, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ხო, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ასე თუ ისე ამას ვაკვირდებით სამხრეთ კავკასიაშიც. როდესაც ქართულმა ოცნებამ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან 2023 წელს, ხო, ეს არანაირად არ მოდიოდა წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან, ხო, იგივე ეს უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, ეს ავიარეისების დანიშვნა, ჩინური კომპანიების შემოსვლა საქართველოს ეკონომიკაში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, თუნდაც აი ეს ანაკლიის პორტის უფლების გადაცემა ჩინური სახელმწიფო კომპანიისთვის, ხო, ეს ყველაფერი არ მოდის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან. ხა მარტივად რომ წარმოიდგინოთ რუსეთის ხელისუფლებას
რომელმაც ხო ოჩამჩირეში დაიწყო ხო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის რაღაც ობიექტის მშენებლობა, ხო, ზუსტად რთული სათქმელია, მაინც რა დანიშნულება ექნება ამ ობიექტს, რომ ეთქვა ჩინეთის ხელისუფლებისთვის, რომ იცით რა თქვენი შემოსვლა ანაკლიაში ჩვენ არ გვაწყობს, ხო, ხა რა თქმა უნდა ისინი მორიგდებოდნენ ერთმანეთში. ანუ აქ აშკარად იყო სიგნალი გაშვებული, რომ ჩინეთს შეუძლია თავისუფლად თუ ამის სურვილი აქვს ააშენოს ანაკლიის პორტი. ოღონდ აქაც სხვა შორის არ ჩანს, რომ ჩინეთს ბოლომდე აქვს ამის სურვილი, იმიტომ რომ ცოტა ბუნდოვანი ვითარება არის და ყოველთვის ჩდება ხოლმე ეს კითხვა, რამდენად არის მართლა ჩინეთი დაინტერესებული, რომ ეს ანაკლიის პორტი ააშენოს, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს და მის ტერიტორიას ამ თვალსაზრისით. ამიტომ ჩინეთი შემოსული არის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, მას აქვს არ მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც აქვს აქტიური ურთიერთობები, სხვა შორის არ მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურ სივრცეშიც შემოდის ეს ჩინური პროპაგანდა, ხო, იდეები იმის თაობაზე და აქ ძალიან მსგავსი არის რუსული და ჩინური პროპაგანდა, რომ სოფლიო ეხლა გახდა მულტიპოლარული და ამიტომ თქვა ყველა დიდ სახელმწიფოს მათ შორის რუსეთს და ჩინეთს თავისი გავლენის სფეროები უნდა ჰქონდეს და სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან შორს არისო და ამიტომაც მოკლედ ეს ქვეყნები უნდა დარჩნენ აი რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სფეროში. ასე რომ ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად არის შემოსული და შესაძლოა შემდგომ წლებში თუ შუადერეფნის როლი გაიზრდება, ვიხილოთ უფრო მეტი ჩინური ინვესტიცია, ჩინური პროექტი ამ რეგიონში. საბოლოო ჯამში აი კითხვას რო გავცე პასუხი, ჩინეთი აქტიური გახდა, მაგრამ მისი ქმედებები არ ეწინააღმდეგება რუსეთის ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ინტერესებს და ეკონომიკის სფეროში, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის კონკურენცია, მაგრამ გარკვეული წითელი ზღვარი რაც აქვს, ხო, წითელი ხაზები რაც აქვს რუსეთს დაწესებული, მე მგონი ჩინეთს ისინი არ გადაულახავს. კი, ჯერჯერობით არ გადაულახავს. საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანიაც იყვნენ, არ არის კაი შედარება, მაგრამ მოკავშირეები გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპა, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ გაიყვეს. ეს თემა, ასე ვთქვათ, ერთ კითხვაში რო შევაჯამოთ, რუსეთი ბევრი წლის განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში შეიძლება ითქვას, ბოლო საუკუნის განმავლობაში რუსეთის მეშვეობით კავკასია, სამხრეთ კავკასია იყო უნიპოლარული გავლენის სფერო. შემდეგ უკვე 90-იანი წლები და 2000-იანებში შეიმჩნეოდა, რომ მულტიპოლარული ხდებოდა, რუსეთის გავლენას ემატებოდა ევროკავშირის და ამერიკის გავლენა. დღეს შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ კავკასია, სამხრეთ კავკასია, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენი რეგიონი მულტიპოლარული არის თუ უნიპოლარულ სიტუაციას დაუბრუნდა. რუსეთთან ზოგადად, ანუ მათ შორის რუსეთთან ამერიკის პოზიციები, ევროკავშირის პოზიციები, ჩინეთის პოზიციები არის ეს რუსეთის გარდა სხვა ძალების პოზიციები იმდენად მყარი, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აქ არის მულტიპოლარული სიტუაცია თუ ნელ-ნელა ვუბრუნდებით უნიპოლარულ გარემოს, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს და რუსეთის იმპერიის დროს. ხო, თუ ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ დიდი ძალები არიან თუ არა დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან უფრო ფართოდ, თქვა პოსტსაბჭოთა სივრცით და პარალელურად ცდილობენ თუ არა აქ თავისი, თქვა გავლენის დამკვიდრებას ან შენარჩუნებას, მე ვიტყოდი, რომ ამ ხრივ ეს ტენდენცია გრძელდება, უბრალოდ რა თქმა უნდა იცვლება ხოლმე ძალთა თანაფარდობა და ამ ძალთა ბალანსზე ახდენს გავლენას თვითონ ადგილობრივი რეგიონში არსებული სახელმწიფოების არჩევანი. იმიტომ რომ კი ერთია, თქვა დიდი სახელმწიფოები
როგორც ცდილობენ თავიანთი გავლენის სფეროები დაიყონ, შეთანხმდნენ ერთმანეთში ან კონფლიქტის შედეგად ერთმა მეორეს რაღაც გავლენის სფერო დაუთმოს, მაგრამ მაინც პატარა სუსტ ქვეყნებს და ზოგიერთ შემთხვევაში არც თუ ისე პატარა და არც თუ ისე სუსტ ქვეყნებს, ვინც არის რეგიონში, შეუძლიათ ამ პროცესზე გავლენის მოხდა, იმიტომ რომ მათაც აქვთ გარკვეული წონა, ზოგს უფრო მცირე წონა, ზოგს უფრო დიდი. ამ ხრივ ეს პროცესი დინამიურია და რასაც ვაკვირდებით 2022 წლიდან დღემდე ცუდი ის არის რომ დასავლეთის როლი ნაწილობრივ არის შესუსტებული სამხრეთ კავკასიაზე თუ საუბრობთ რასაც ვერ ვიტყვით თქვათ უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში იმიტომ რომ იქ ხო უკრაინა გასაგებია რომ ომში არის მაგრამ დასავლეთის დაინტერესება უკრაინით არის ძალიან მაღალ დონეზე ამ ომის გამო და ასევე მოლდოვით, იმიტომ რომ მოლდოვა გაუძლო ამ ტესტს იქ ვითარდება ასე თუ ისე დემოკრატია და ბოლო არჩევნებში პროდასალურმა ძალებმა გაიმარჯვეს. მაგრამ საქართველოს სამწუხაროდ გამოეთიშა აი ამ ტრიოს და სამხრეთ კავკასიაზე უფრო ფართოდ თუ ვიმსჯელებთ, აქ ვინაიდან საქართველოს შეიცვალა ეს თავისი ხო გეოპოლიტიკური პოზიციონირება, დასავლეთის გავლენა რა თქმა უნდა შესუსტებულია. ეხლა კი თქვა სომხეთი ცდილობს რომ უფრო გააქტიუროს თავისი დასავლური ვექტორი, მაგრამ თლიანობაში მე ვერ ვიტყოდი რომ სომხეთმა ჩაანაცვლა საქართველოს ჩანაცვლება ესე ძალიან რთული არის ჩვენ გვაქვს ჩვენი გეოპოლიტიკური პოზიცია და ვინაიდან აქ მოხდა ეს დემოკრატიული უკუსლაც ავტორიტარიზმის კონსოლიდაციაც და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა რა თქმა უნდა ამის ფონზე ისე გამოდის რომ დასავლური გავლენა სუსტდება ეხლა და რუსეთის გავლენა გაზრდილია მიუხედავად იმისა რომ თქვათ რუსეთი უკრაინაში არის ჩაფლული და გლობალური მასშტაბით ის უფრო დასუსტებულია მაგრამ ადგილობრივ დონეზე მისი გავლენა მაინც ყოველ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე არის მაღალი და აი სომხეთს და აზერბაიჯანს რაც შეეხება ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე აი რამდენად ისინი მოაწერენ ხელს ამ სამშვიდობო შეთანხმებას რამდენად მიცემენ საშუალებას ტრამპის ადმინისტრაციას რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს რეგიონში და აი ბევრ სხვა ნაბიჯზე იქნება ეს დამოკიდებული. თქვათ აი ცენტრალური აზიის შესახებ რო ვთქვათ ორი სიტყვა. ეხლა ცენტრალურ აზიაში რა თქმა უნდა ისევ რუსეთი და ჩინეთი არიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, მაგრამ ვინაიდან რუსეთ უკრაინის ომის გამო ეს ჩრდილოეთის კორიდორი მაინც ფაქტობრივად ეხლა გაუქმებულია ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება ის რესურსები რომლებიც მოიპოვება ცენტრალურ აზიაში ამიტომ ისინი ცდილობენ რომ გააძლიერონ ეს შუადერეფანი და ახალი ტიპის ურთიერთობები დაამყარონ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიუხედავად იმისა რომ იქ არის ავტორიტარული რეჟიმები ასე რომ დასავლეთი ცდილობს რომ იქ შევიდეს, თუმცა რუსეთი და ჩინეთი რა თქმა უნდა არის დომინანტური ძალები. ამიტომ რაღაცები შეცვლილი არის ჩვენს რეგიონში და ჩვენს რეგიონში მე მაინც გულისხმობ აი ფართო გაგებით პოსტსაბჭოთა სივრცეს, ახლა ბევრს არ მოწონს ეს ტერმინი, მაგრამ სხვა ალტერნატიული ტერმინი, რომლითაც შეიძლება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ერთ ტერმინში მოქცევა ისეთი არ არსებობს. როგორც თქვი, განსხვავებული მოცემულობა გვაქვს, ვთქვათ, უკრაინა, მოლდოვის მიმართულებით, სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში. აი ეს სამი ძალა მაინც თამაში არის რუსეთი, ჩინეთი თავისი ინტერესებით და დასავლეთი გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს. თუმცა შეცვლილი არის ეს დინამიკა. მათ შორის დიდი ტრანსფორმაცია მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც დონალდ ტრამპი დაბრუნდა პრეზიდენტად. ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში იმ თვალსაზრისით, რომ თუ ადრე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს
მანამდე წინა ადმინისტრაციების დროს და ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროსაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ რეგიონში იყო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და წახალისება. დღეს ეს პრიორიტეტი აღარ არსებობს ტრამპის ადმინისტრაციისთვის და რა თქმა უნდა, ამან ჩემი აზრით დააზიანა რეგიონის და თვითონ ამერიკის პოზიციებიც ამ რეგიონში, ასე რომ არა გვაქვს სტატიკური მოცემულობა, ძალიან დინამიური ეპოქა არის ეხლა და ისევ და ისევ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, რა ფორმით დასრულდება, შეძლებს თუ არა რუსეთი რომ დაიტოვოს ის ოკუპირებული რეგიონები, ან შეძლებს თუ არა თავისი უშუალო მიზნების, აი მოკლევადიანი მიზნების მიღწევას, რომ მთლიანად ეს დონეცკი და ლუგანსკი დაიკავოს სამხედრო თვალსაზრისით და de facto კონტროლის ქვეშ დაიტოვებს თუ არა აღმოსავლეთ უკრაინას და აი ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ცხადია, ნებისმიერი გაფორმება უკრაინისთვის ტერიტორიების დაკარგვის ნეგატიურად აისახება ჩვენზე, იმიტომ რომ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ თუ თქვათ მოხდება საერთაშორისო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ყირიმი და ეს დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟე არის რუსეთის შემადგენლობაში. ანუ ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან ცუდი. თუ რასაც ახლა საუბრობს პრეზიდენტი ტრამპი ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ამ პოზიციაზეა, თუ ეს მოხდება, რომ არსებულ ფრონტის ხაზზე გაიყინოს სიტუაცია და უხეშად რო ვთქვათ ეს იქნება იმის გამეორება, რაც 2008 წელს მოხდა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, როდესაც აი de facto მდგომარეობა გაიყინა, ოღონდ იურიდიულად რა თქმა უნდა ჩვენ არ გვიღიარებია არც აფხაზეთი და არც ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. თუ დაახლოებით აი ამ ფორმით ხო ეს შეიძლება ვთქვათ კორეული სცენარი დავარქვათ ამას ან რაღაც სხვა მსგავსი ისტორიული პრეცედენტები არსებულა, თუ ამ ფორმით ჩვენ არ ჩუნდება ეს ყველაფერი, ну მაშინ გარკვეული შანსები კიდე არსებობს იმისა, რომ ვთქვათ დასავლეთმა გაზარდოს შემდგომ წლებში თავისი როლი ამ რეგიონში. კი ბატონო, ერთადერთი რასაც დავამატებდი არის, რომ ამ ცუდი სცენარები, რაც ჩამოვთვალეთ ახლა, რომ გადაეცეს რუსეთს ტერიტორიები, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ამ სცენარის არ განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე რუსეთია და თვითონ პუტინი, რომელსაც მაინდა-მაინც არ აწყობს, არც ერთი სცენარი არ აწყობს გარდა უკრაინის სრული კაპიტულაციისა და როგორც თვითონ ეძახიან დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციის გარდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზარალი მიადგა რუსეთს და ამისთვის რამე უნდა გამოჩნდეს და არა იგივე ტერიტორიები რაც ქონდათ. არ არის ეს საკმარისი და ამიტომ ძალიან ბევრი მათ შორის მეც ვფიქრობ, რომ შეუძლებელია რაიმე ტიპის შეთანხმება იყოს, ეს არის უბრალოდ რუსეთის მხრიდან დროის გაწევის მცდელობა, რომ იქ ტომოჰოკები იყო ნახსენები და მოდი ცოტა ხნით გადავავადოთ ეს ამბავი, იქნებ რამე წინსვლა გქონდეს და ასე შემდეგ. მეორე რისი დამატებაც მინდოდა არის, რომ როდესაც საუბრობთ, რომ турბულენტურ გარემოში ვართ, გულისხმობთ, რომ არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც ძალიან რთული კი არა, შეუძლებელია, რომ გავთვალოთ, აი უკრაინა-რუსეთის ომი როგორ დასრულდება და ამერიკა ვახსენეთ და ტრამპის ფაქტორიც ძალიან პრობლემური არის. პრობლემური არა იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცას პიროვნულად არ მოსწონდეს, არამედ ამერიკის საგარეო პოლიტიკას ხდის არაპროგნოზირებაც, იმიტომ რომ იგი არ მიყვება რაიმე ტიპის პოლიტიკურ იდეოლოგიას ან საერთაშორისო ურთიერთობების იდეოლოგიას, იგი გადაწყვეტილებებს ძალიან სიტუაციურად იღებს და ხანდახან არაინტუიტიურ გადაწყვეტილებებს იღებს. Ну შეიძლება რაღაც ლოგიკები იყოს, მაგრამ ძალიან რთული არის პროგნოზირება გააკეთო, როდესაც ტრამპი ერთ დღეს ამბობს, რომ ჩვენ ტომოჰოკები უნდა მივცეთ და უკრაინამ მთლიანი ტერიტორია უნდა აღიდგინოს და მეორე დღეს ამბობს, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება. ესეც გარკვეულწილად ქმნის გაურკვევლობას და არაპროგნოზირებადობას. მათ შორის ჩვენ რეგიონში ძალიან რთული არის, ვთქვათ,
რა იქნება 5 წელიწადში კი არა 1 წელიწადში 2 წელიწადში უკრაინა რუსეთის ომი ამერიკაში ტრამპის პრეზიდენტობა რა გადაწყდება როგორ გადაწყდება და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ასეთი ტიპის საუბრები გქონდეს ერთ პატარა ფრაზას დავამატებ რომ მიუხედავად აი ცვლილებებისა რაც ტრამპის ადმინისტრაციამ შეიტანა საგარეო პოლიტიკაში მაინც ეს მუდმივი მოცემულობა არსებობს და ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამას აღიარებენ რომ რუსეთი და ჩინეთი არიან მათი მოწინააღმდეგები ისევე როგორც ირანი და სხვა მათი მოკავშირეები ეხლა ერთია რომ თქვა შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ და მე ნამდვილად არ ვეთანხმები რომ აი ჩინეთი უფრო პრობლემური არის ვიდრე რუსეთი იმიტომ რომ ეხლა პრაქტიკული გამოცდილებით რუსეთს მეტი პრობლემა აქვს შექმნილი მსოფლიოსთვის არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის მთლიან მსოფლიოსთვის ვიდრე ჩინეთს ეხლა არ ვიცით რა მოხდება ხვალდაზე იქ მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს არის თუმცა ტრამპის სხვანაირად ხედავს რომ ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი მეტოქი არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამერიკის გადასახედიდან ასე ჩანს და რუსეთი არის პრობლემა, ოღონდ უფრო რეგიონული მასშტაბის პრობლემა. ოღონდ აი ეს მოცემულობა თუ ვინ არიან ამერიკის მეგობრები და ვინ არიან მტრები, მე მგონი არსებითად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის უხერხულობა არის ის, რომ თქვა ტრამპი შეიძლება უფრო მიდრეკილი იყოს ავტორიტარ ლიდერებთან ურთიერთობების დალაგებისკენ და ეს როგორც თქვი ეს დემოკრატიის ელემენტი მთლიანად ამოაგდო ამ ეტაპზე ამერიკის საგარეო პოლიტიკიდან, მაგრამ მე მჯერა რომ შესაძლოა თქვა შემდგომ ადმინისტრაციებს მოუნდათ ამ ელემენტის კვლავ დაბრუნება. კი, მე მისაუბრია ამერიკელებთან ხშირად ამ თემაზე და ესეთი ახსნა რატო არის ჩინეთი მათი გადმოსახედიდან უფრო საფრთხე ვიდრე რუსეთი და ძალიან საინტერესო ახსნა არის. ისინი არ უყურებენ მოკლევადიან პერსპექტივაში და მოკლევადიანში გულისხმობ 10-20 წელი. ჩვენთვის მოკლევადიანი ხვალზე გრამ მოხდება არის, მაგრამ ამერიკისთვის, ჩინეთისთვის, დიდი გლობალური ძალებისთვის მოკლევადიანი პერსპექტივა ცოტა უფრო გრძელი არის ვიდრე ჩვენი გრძელვადიანი. ისინი უყურებენ ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერების, ანუ ჰაი-ტეკის წარმოების, ნახევრად გამტარების წარმოების და ასე შემდეგ და უყურებენ 30, 50, 100 წლიან პერსპექტივაში რა პოტენციალი აქვს ჩინეთს იმისთვის, რომ მომავლის სამხედრო მნიშვნელობის ტექნიკის წარმოებაში დომინაცია მოიპოვოს და ამერიკაზე უკეთესი უფრო სწრაფად აწარმოოს. ანუ ერთადერთი ეს არის, თორე ჩინეთი ვინმეს დაესხმება თუ არ დაესხმება, ეგ კიდე თავს, ეგ კიდე სხვა თემა არის. რუსეთი უფრო აგრესიული არის და ამ მხრივ არის, მაგრამ ამერიკელების გადმოსახედიდან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ძალიან სერიოზული ბირთვული არსენალი აქვს, სამხედრო საფრთხედ ისინი რუსეთს არ აღიქვავდნენ წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ნატოს დოქტრინები ბოლო პერიოდში უფრო ტერორიზმზე, ჩინეთზე, ირანზე და ტრანსატლანტიკურ რაღაც პრობლემებზე იყო გადასული და რუსეთი ცოტა ქვემოთ იყო. იმიტომ რომ ისინი ვერ აღიქვავდნენ რუსეთს სამხედრო საფრთხედ, რაც საბოლოო ჯამში უკრაინაში დამტკიცდა, რომ როდესაც უკრაინის დაპყრობა არ შეგიძლია, ამერიკის დაპყრობაზე ცოტა ზედმეტია საუბარი. ხო, მასაზრისით მართალია. თუმცა რუსეთს შეუძლია, რომ თქვა ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეუტიოს, რომლებიც ნატოს წევრები არიან და სცადოს ალიანსის დაშლა ფორმით, ამიტომ თქვა საბოლოო ჯამში დასავლეთისთვის რუსეთი არის მაინც. კი, და მე მგონი გადახედეს ამ მიმართულებას სერიოზულად, იმიტომ რომ ერთი ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გადახედონ და ეს ინიციატივა ტრამპის მხრიდან რომ ნატოს ქვეყნებმა აიღონ ვალდებულება რომ მთლიანში დაპროექტის 5% იყოს მათი თავდაცვის ხარჯები, ძალიან მისასალმებელია. სამწუხაროდ ყველა ევროპული ქვეყანა ჯერ არ ასრულებს ამას და არ იღებს. არა, საფრთხეს ისე ვერ გრძნობენ დასავლეთში განსაკუთრებით დასავლურ ევროპული ქვეყნები, მაგრამ აი ბალტიის ქვეყნებზე რაც ვთქვით, ძალიან სერიოზული და ძალიან კარგად დასაფიქრებელი თემა არის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები სამხედრო საფრთხეს ვერ აღიქვავდნენ რუსეთისგან, მათ ვერ გათვალეს რამდენად
სურვილი ქონდა ამ ძალის გამოყენების რუსეთს. აი ეს ვერ გათვალეს, იმიტომ რომ შეიძლება ჩემზე ძლიერი არ იყო, მაგრამ ჩემზე მეტად გქონდეს სურვილი ძალის გამოყენების და მე არ მინდოდეს ძალის გამოყენება და ამაში მაჯობოდა ეს გააკეთა რუსეთმა და ეხლა ჩემი აზრით ძალიან ბევრი რაღაცის გადახედვა ხდება გერმანიაში ბოდიში. დღეს დილით დაიწერა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენაზეც დაიწყო ფიქრი. ამიტომ ძალიან სერიოზული ცვლილებებია მინიმუმ გერმანიის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და კიდევ ერთხელ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი.